ნაყროვანება ეს არის სურვილი, რომ საჭიროზე მეტი ვჭამო. ანუ რაც საჭიროა ჩემი არსებობისთვის, აი იმაზე მეტი ვჭამო, გადავაჭარბო. და ამგვარად ძვირფასებო, აი მე შეგახსენებთ ეპიკურელების ფრაზას, ხო, რომლებიც ამობენ faghmen que pinomen avrion apotniscomen. ანუ ვჭამოთ სვათ, ხვალ მაინც დავიხოცებითო. წმინდა ნილოს მონაზონი გვასწავლის, რომ დემონთა წინამძღოლი სატანაა, ეშმაკი, ხოლო ნებების წინამძღოლი ძვირფასებო არის ნაყროვანება. წმინდა კირილე ალექსანდრიელი ნახეთ რას გვასწავლის, რომ ვინც ზღუდავს კუჭს, მას შეუძლია შემოზღუდოს ენაცო. წმინდა იოანე ოქროპირი გვასწავლის, ნახეთ, სადაც არის საკვებთა ზესი ჭარბე, იქ ცეკვავენ დემონები. აი მდიდრისა და ლაზარეს იგავს გაგახსენებთ, ამბობს იოანე ოქროპირი. ამ ცხოვრებაში მდიდარს საკვებით სავსე სუფრები ჰქონდა, მაგრამ იმ ქვეყნად ერთი წვეთი წყალიც კი ენატრებოდაო. წმინდა იოანე ოქროპირი და წმინდა ბასილი დიდი გვასწავლიან, რომ ადამმა კუჭის სიამოვნებისთვის დაკარგა ცათასასუფეველიო, დაკარგა სამოთხეო და აირჩია მოგვიტანა ეს უბედურებაო. რატომო? რომ მისი კუჭისთვის ეს სიამოვნებინაო. ამიტომო